მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება. დღეს გვაქვს საინტერესო სტუმარი, რომლის სახელი და გვარიც გახლავთ გიორგი გიორგაძე, ეს გარკვეული ტავტოლოგია არის, მაინც ისე მოხდა. თუმცა მეგობრები ვიცნობთ და ყველა იცნობს მას როგორც ხაბუს, მაგრამ აუცილებლად უნდა დავასახელოთ შენი სასცენო ფსევდონიმი, რომელიც არის მანერის musician. მანერის musician. მოდით ესე ვთქვათ, სანამ გამარჯობა. სანამ გადავალთ უშუალოდ სტუმართან კითხვებით, ძალიან მოკლედ შემოვიფარგლები მცირე ინფორმაციით იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან გვაქვს დღეს საქმე და დღეს შენ შეიძლება მოგიწევს ცოტათი გაწიხლდა კიდევაც, მაგრამ მოგიწევს მოთმენა. საქმე იმაში არის ძვირფასო მეგობრებო, რომ სტუმარი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის ჩემი ერთ-ერთი საამაყო ადამიანი, ეს ამას ვამბობ იმის გამო, რომ მისი მუსიკალური გემოვნება და შემოქმედება და შემართება ყოველ შემთხვევაში იმისთვის, რომ განვითარდეს და უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს მიაკლიოს და აღმოაჩინოს საკუთარ თავში და მე ეს გაუზიაროს მსმენელს, ეს იწვევს გარკვეულ დაფასების გზნობას და აღშფრთოვანებას. ასე რომ დავიწყოთ სულ თავიდან, იმიტომ რომ მუსიკოსების უმრავლესობა, რომლებიც მყავს ჩაწერილი, ყველა იძახის, რომ ბავშვობიდან აი ბებია, ბაბუა, რაღაცა, დედა, მამა პრინციპში შეიძლება ითქვას პირდაპირ ამბობენ, რომ დავიბადე მუსიკაში. როგორ მოხდა შენ შემთხვევაში? მუსიკის შემთხვევაში მუსიკა თავიდან დაიწყო პირველი გალობით ეკლესიაში. რას ლაპარაკობ? მაგის გარდა ყველაფერს ველოდი, ეგ არ ვიცი. იყო და თან ხა რითმზე რო წავიდეთ და ცეკვებიდან იყო, ცეკვავდა 9 წელი და მაქედან წამოვიდა ყველაფერი. გდოლს უსმენდი ისა და შემჩა ეს რითმის გზნობაც ის და რა მაგარი ყველაფერი დაიწყო გალობით. და სად გალობდი ხო? სახლში გალობდი? დასომის დაწყავდი გალობს. თან სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდი და მაქედან უკვე კი ბატონო. ყველაფერი ცნობილია. ასაგები. მაქედან ნელა ისე და ბოლო იყო რომ ტამი რო ვიყიდე. აჰა. აი მან დაიწყო ყველა. ტამ მიყიდეს, მე არ მიყიდეს. და დავიწყე დაკვრა ვარჯიში სწავლა. მე დაინტერესდი უკვე დრამითაც. მოდი ესე ვთქვათ, ძალიან ესეთი ბანალური რო არ გამოვიდეს ჩვენი საუბარი. ჩემთვის ყველაზე უფრო მეტად საინტერესო იქნება. მოდი ვთქვათ ესე. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, ჩვენ დიდი ხნის წინ წეღავამბობთ, რომ რა ვიცი 10-11 წელია ვიცნობთ უკვე ერთმანეთს. და აი ის პერიოდი, დღევანდელი პერიოდისგან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ 10 წელი. განსხვავება. და ამ დროს სხვაობა არის ძალიან დიდი და ძალიან მკაფიო. როგორ შეგიძლია შეაფასო და თქვა რამ გამოიწვია ეს სხვაობა, რა იძლევა ამ სხვაობას? მუსიკალური თვალსაზრისით. ასაკი ალბათ. შეიძლება ასაკი და დახვეწ გემოვნების განვითარება რაღაც მიმართულებით. შენ ციცვლები უკვე როგორც ადამიანი და მაგრამ აი როგორ ვფიქრობ? არ ვიცი. დღეს ჩვენ უფრო დაელექტროვებულები ვართ. კი, ესეც მოქმედებს, რა თქმა უნდა. ყველანაირად, გინდა ტექნიკურად, გინდა ციფრულად, გინდა არჩევანზეც არის ხო? ხელოვნებაში და რაშიც გინდა იმაში, მაგრამ 10 წლის წინ, რომელიც სულ რაღაც აგერ ახლა იყო და ყველას გვახსოვს ნათლად, ხო? რაც იყო და როგორც იყო, მაინც გარკვეულწილად ისტორიისთვის ეგ 10 წელი არაფერი არ არის, ერთი აბზაცი ან ერთი წინადადება, მაგრამ ჩვენთვის რაღაცა ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. თან ხარისხიანად გავლილი და ისე მკაფიოდ გავლილი და მე ვფიქრობ, რომ ის ბაზა, რომელიც ჩვენ რაღაც გარკვეულწილად გქონდა იმის, იმიტომ რომ ჯაზს უსმენდით, იმიტომ რომ საინტერესო ინტელექტუალურ მუსიკას უსმენდით. ცოცხლად უკრავდით თან. ხო და იმან აი ამ ყველაფერმა მე ვფიქრობ, რომ
შეზინა უფრო მეტი სიმდიდრე და ის ელექტროობა, რასაც ჩვენ გულისხმობთ, ეს უბრალოდ დანამატია ფორმისთვის, ტექნიკური დანამატი, მოდი ესე ვთქვათ და თავარი მაინც მუსიკალური განცდა. ელექტრონიკა მანამდეც ხო იყო, რასაკურველი იყო, შენ რომ აჩვენე ხერბიდან კოპისის რომ გამომიგზავნე, როდის უკრავდი. ხო, პრინციპში, ეგეც ელექტრონიკაა, იმიტომ რომ მისდევდნენ ტექნიკურ განვითარებას, რაღაც ახალი გამოდიოდა, იმას შეიძენდნენ და ტესტავდნენ, რა ესე ვთქვათ. Okay, ძალიან საინტერესო. შენ როგორც mannerist musician, რამდენი ხანია რაც ეგ პროექტი ჩამოყალიბდა? ეს პროექტი ჩამოყალიბდა 2 წელი გამოდის. 2 წელი. 2 წელიწად ნახევარი 2 წელი. და ეხა უკვე აქტიურად მოგვაწეობ სხვადასხვა. ეხა კი მანამდე ცოტა მოვიკოჭრდი რა, რაღაცები მქონდა ჩემ პირად, მაგრამ ეხა უკვე თავისუფლად. ვიდივარ წინ. ხო, ანუ პერიოდში იგულისხმება მზაობა იმისი, რომ შენ თვითონ განწყობილი ხარ თუ არა, ვარ თუ არა მზად. იმიტომ რომ რაღაცებზე ვარი ვთქვი და ეს რაღაც ბენდი იქნებოდა დაკვრა რაღაც ეს ყველაფერი ვთქვი ვარი და გადმოვედი აქეთ უკვე და მთლიანობაში ვარი არ მithქობ ჩემთვის ვარ რეპეტიციო ვიყვანჯიშობ, მაგრამ ძირითადად აქეთ მაქვს რა თავარი საღები. როგორ ფიქრობ, რას უწინასწარმეტყველებს საკუთარ თავს ეს ამ პროექტით? რას აპირებ? ყოველ შემთხვევაში როგორი გეგმები გაქვს? არ ვიცი როგორ ხდება, ყოველ ერთ წელიწადში რაღაც ეს გარდატეხები ხდება და ალბათ კარგისკენ. და აი თქვათ პლატფორმები, რომელზეც შეიძლება სხვებმა მოისმინონ, სხვა ქვეყნიდან რაღაცეებმა. მე ხა რაღაცეებმა გამოთქვან ინტერესი, ვთქვათ, შენთან კოლაბორაციაზე დაკავშირებით. მაგ მიმართულებით ზრუნავ რამე. კი, იმიტომ რომ smart lead-თან მაქვს კონტრაქტი გაფორმებული, GMI არის თბილისში კომპანია და მაგათთან მაქვს კონტრაქტი 5 წლიანი გაკეთებული. და რას გულისხმობს ეს კონტრაქტი? ყველაფერს. რო კონკრეტულად იქ აკეთებული. კი, მე არაფერს აკეთებ არ მიწევს, მე უბრალოდ თავარი რაღაც შევადგინო მუსიკა, რა როგორ მინდა, ესე ამათ გავუგზავნი და ესე უკვე სოფლიოში აი ყველა პლატფორმაზეა რა. ერთი პლატფორმაც არა ესე დარჩენ, სადაც არა ატვირთული და ესე მშვებიან ყველაფერს. ხო, ერთი ძალიან საინტერესო. და კომფორტი მაქვს. ეგ მათი დამსახურებაა, როცა რაღაც ჩემს პირად rills-ზე მინდოდა მუსიკის დადება და აღმოჩნდა უცებ კი, ეგ შეიძლება, ნუ იმათი ატვირთულია ეხა ხო დეოს და შეიძლება ისიც იყოს, რომ აი ამოაგდო რაღაცა პირველივე ის ვიდეო და დაედო უბრალოდ შენ იმას. ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ჩემს პირად გვერდზე რაღაც პოსტზე მინდოდა მუსიკა რა. და მუსიკის ძებნაში, რომელსაც როგორც წესი, უამრავ შემთხვევაში მე თვითონ ვირჩევ რა დავადო. მაგრამ რაღაცნაირად ისე აღმოჩნდა, რომ არ ვიცი რატომ მოხდა, არ მესმოდა თუ რაღაც მუსიკა და ვიფიქრე აი პირობითად რაღაცა მაინც და ის სიას რო გავყევი, უცებ აღმოჩნდა ეგ და არ მიმიქცევია ყურადღება სახელწოდებისთვის, მაგრამ მუსიკამ მიიქცია ყურადღება და მუსიკამ რომ მიიქცია ყურადღება და უკვე ავირჩიე და იქ რო წარწერა გამოჩნდა, ხაბუია. ვაუ, მეთქი, რას ლაპარაკობ, ხაბუია გამოჩნდა. ასე რომ ძალიან მაგ მოქმედება ინსტაგრამის ხო არის რა, ირგვლივ რო არის ასე ხდება და ეს ამოაგდო ალბათ ნაცნობები ძალიან კარგი. აი ეს კომპოზიციები, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ და მაყურებელიც მოისმენს და რადიო მსმენელიც, რა ისტორია აქვს, რა ისტორიას ყვება, რა ისტორიას მოყვა. ისტორიას ისევე ჩემსაც ყვება, ეხლა რაც ჩემს ირგვლივ ხდება, რაც ქვეყანაში ხდება, რაც ისე ზოგადად რა ვინ როგორ დაინახავს, ეგ ცალკეა კიდე. ხო. გააჩნია ესე რომ ვთქვა, რომ ეს დაგეგმილად ხდება რაღაცები, სამრჩევან გაკეთება, არა, ჩვეულებრივად როგორც მუსიკას ვქმნით, ისე არის, რომ დაჯდები და რაღაც მიუდგები, არა თავისით მოდის. არის თქვა ისეთი შემთხვევა, რომ ინსპირაციით ხელმძღვანელობ და იმის მიხედვით იწყებ რაღაცის კეთებას თუ უბრალოდ ტექნიკურად ინსპირაცია ემოციაა ჩვეულებრივად რაღაცა მოგვარტყამს და იქიდან მე უკვე მიყურები და ნელ-ნელა თავისით ლაგდება ტექნიკური საშუალებაც იძლევა იმას რომ იქ რო რაღაცას აიღებ თვითონ გთავაზობს ისეთ ვარიანტს რომ ემოციას გიჩენს რა და რომელიც შენთან ახლოსა რა შეიძლება ზებნა უნდა ხო აი რა გინდა ზებნა უნდა მთელი ცხოვრება მოაკეთო რა შეიძლება დაერქვა შენს ჟანრს
ელექტრონული გავიგეთ. რაღაც ვფიქრობდი ხოთაშვილს რა შეიძლება რომ დავარქვა თქო, მაგრამ ესეთი აი ხო არის თქვა რაღაც იმას SoundCloud-ზე ვიძებდი. ხო, ანუ ჰაუსიც არის, ტექნოც არის, სკოც არის, ხალხურიც არის, რა ყველაფერი არის და არის ოღინა. მაგიტომ ამბობდი Facebook-ზე ნახე, ეს Facebook-ზე გენ SoundCloud. ნახე რომ არჩევდი რომელი შეიძლება დამეჩვენა ეს ეწერა World რა. სოფლიო და შეიძლება ეგ მივთითო რა. შეიძლება იყოს World. რაცა ქართული ვარიანტიცა, არაბულიცა, რაცა აზიურიცა, ესეც არის და ყველაფერს ვცდილობ რა, ყველაფერს შევძლებდი და გავაკეთო, იმიტომ რომ რაცა კიდე მინდა რომ ვიყავო ჩემი თავი რაღაცა რომელთან უფრო ახლოს ვარ და ეს ნელ-ნელა მივდივარ. ვარჩი. აჰა. ახოთ რა გამო. კი ბატონო, შვენიერი. გამორჩევაში რამდენი გამომივიდა? 3 ალბომი გამოვიდა და 3 კი და 8 ის არის EP extended play, ანუ ესე იგი 3 ალბომი გაქვს. 3 ალბომი და დანარჩენი ტრეკებია ყველგან. დანარჩენი ტრეკები. 3-4 ტრეკი, პატარა ალბომი. და შენი მოსმენა, ეხლა ვთქვათ, მათ ვინც არ გიცნობს, მაყურებელი იქნება ეს რადიო მსმენელი, ნებისმიერ პლატფორმაზე შეუძლია მოგისმენოს. შვენიერი. ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, სამწუხაროდ მუსეუმის გადაცემა მიუახლოვდა დასასრულს, მაგრამ ეს არ არის დასასრული, იმიტომ რომ თქვენ გექნებათ საშუალება მოისმინოთ გიორგი გიორგაძის ასევე მანერისტ მიუზიშენის ორი კომპოზიცია და შეგიძლიათ მერე დაათვალიეროთ სხვადასხვა პლატფორმაზე ნახოთ, მოისმინოთ მის შემოქმედება, 3 ალბომი და რამდენიმე 8 პატარა ალბომი. 8 პატარა. კი ბატონო. ჩანაწერი და მე ვფიქრობ ახლო მომავალში ჩვენი გაერთიანებული ძალებით ჩემი ძალიან დიდი სურვილით და მე ვფიქრობ მე შენი ძალიან დიდი დაინტერესებით მაქვს იმედი რომ ერთ საერთო ძალიან მნიშვნელოვან კარგ რაღაცას გავაკეთებ აი ამ კუთხისთვის და სიტყვა world-მა მომცა აი ეგ ბიძგი ესე ვთქვათ და ინსპირაცია იმისთვის რომ რო იყოს world და საყოველთაო აუცილებელი შტრიხი იქნება შენსაც გაუსვა ჯერ ხაზი რომ მიაწოდო და შეიძლება რაღაც folk-თან დაკავშირებულიც იყოს ნახოთ საერთო ძალებით რა შეიძლება გამოვიდეს საუკეთესო სურვილებით ვემშვიდობები სტუმარს მადლობა მადლობა სტუმრობისთვის და დროის გამონახვისთვის და არაჩვეულებრივ გარემოში შენთან ვიმყოფებით სახლში და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს ერთგულად რომ არის ჩვენთან ერთად გვისმენს გვიყურებს რადიო მსმენელს რომელიც ყურს გვადევნებს ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ და ასევე საინტერესო სტუმრებით დაგიბრუნდებით ისე მომდევნო გადაცემებში კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის